ნება მიბოდეთ წარმოგიდგინოთ მომღერალი, რომელმაც პირველივე გამოჩენისთანავე მაყურებლის გამორჩეული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩვენი შოუს სტუმარია ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მარნეულიდან შაბან მამედოვი. შაბან, მოგესალმებით ჩემო კარგო. ძალიან მიხარია რომ მაქვს საშუალება რომ დღეს გიმასპინძლიო. მე ძალიან მოხარული ვარ რომ მაქვს ეს პატივი იყო თქვენთან ერთად თქვენს გადაცემაში. მადლობა ამისთვის. პირველივე გამოჩენისთანავეო ახსენე და სიმართლე გითხრა როგორც კი მოგისმინე შენი შემოქმედების თაყვანისმცემელთა რიგებში ჩავეწერე. აი მართლაც. აი რაღაცის გამორჩეული გულწრფელობა უკვე ჩამოყალიბებულ ოსტატობასთან ერთად რომელიც შენ გაგაჩნია იშვიათი რამ არის და არ შემიძლია ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული მადლობა არ გითხრა შენ და ყველას ვინც ხელი შეგიწყო შენ მუსიკალურ განვითარებაში. ურმეც მადლობა. თქვენი მხრიდან ასეთი შეფასება, მithmetis როცა გია ბაღაშვილი გაფასებს ასეთი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. გენაცვალე. ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა შენს მშობლებს უნდა უთხრა მადლობა და თუ იცი რატო? ხო იცი მშობლებმა იციან ხოლმე რომ აი კარგად თუ მოიქცევი, ამას გიყიდი, იმას გიყიდი და ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე პირობა და აი შენ მშობლებს არ დაავიწყდათ პირობა, შექმნიდნენ ინსტრუმენტს გიყიდიო და გიყიდეს და მასალებლებთან შეგიყვანო და შემიყვანეს. როგორ იყო მითხარი შენი მუსიკალური ასგან აბიჯები პირველი? მოკლედ 6 წლის ასაკში დავიწყე პირველად რაღაცა, პატარა მელოდიის აწყობას ვცდილობდი. ჩემთვის რა თქმა უნდა, რაფერი გამომდიოდა, იმიტომ რომ არ მქონია არავითარი მუსიკალური განათლება და ეს ინტერესი შეამჩნია ჩემმა ოჯახმა და რომ იტყვიან პატარა გამოცდასავით მომიწყვეს. თუ ერთ მელოდიას მივიყვანდი ბოლომდე, ისინი უკვე მიყიდნენ ნამდვილ ინსტრუმენტს, იმ დროისთვის ნამდვილს და ახლა უკვე ნამდვილი აღარ იყო ეგ. მაგრამ და შემდეგ შემიყვანდნენ მასწავლებელთან. მოკლედ, მე ჩემი სიტყვა შევასრულე მათ თავისი და აი ასე დაიწყო ჩემი ნელ-ნელა მუსიკალური, ასე ვთქვათ, მოკრძალებული კარიერა, მოდი ასე ვთქვათ. შენ მშვენივრად უკრავ ინსტრუმენტს. ეს შენი შეისწავლეთი როგორ მოხდა? მუსიკალური განათლება მიღებული მაქვს, აქვე მსურს ვახსენო, რომ მე დამთავრებული მაქვს ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებელი კლასიკური ვოკალის ფაკულტეტით, ასევე 7 წლები ფორტეპიანოს განხრით. და მოკლედ მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები და რა თქმა უნდა არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი სკოლა, პანსიონი, რომელიც მე დავამთავრე, სადაც ქართული ენა შევისწავლეს გახდათ თბილისის 202 უსინათლო და მცირე მხედველთა საჯარო სკოლა. აი ამ სკოლაში დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამ სასწავლებლებს და ყველა ჩვენს პედაგოგს. იმიტომ რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბებაში სწორედ აი ეს ამ სკოლას მიუძღვის უდიდესი წვლილი. გაგახარებს. სკოლაში რომ შევედი ქართული საერთოდ არ ვიცოდი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ქართულად. სწორედ ამ სკოლაში მოხდა ქართულის შესწავლაც. გენაცვალე. ყველაზე მეტად რა მაინტერესებს ისი, აი ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. შენი ინტერესი რამ გააღვივა და რა იქცა შენი საგონების წყაროდ? ხო, ქართული ხალხური სიმღერა ჩემთვის მე ერთ-ერთ ინტერვიუში ვახსენე რომ არის ცხოვრების არსი. ცხოვრების არსი, რომელთაც მე შემიძლია ჩემი ემოცია გამოვხატო, გაუმკლავდე სტრესს და ასე შემდეგ. ქართულ ხალხურ სიმღერასთან დაახლოებაც სწორედ ამ სკოლაში მოხდა და ჩემი მუსიკალური ღმერთის, ხო თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მე ყოველთვის ვახსენებ ამას, ეს ადამიანი არის ჩემთვის მუსიკალური ღმერთი, ჰამლეტ გონაშვილი იყო მუდამ ჩემი შთაგონების წყარო და რა თქმა უნდა ჰამლეტ გონაშვილი იქნება მუდამ ის სამაგალითო ადამიანი, რომლის გზაც აუცილებლად უნდა გააგრძელოს ყველა. ისე იმისთვისაც მინდა გითხრა კიდე მადლობა საფრანგეთში რო იყავი და ჩოხა არ გაგიხდია ჩემო კარგო და ეს ყველაფერი მე გადაედო ხებსაც და ხო ხედავ ფრანგი მომღერალი რო არის გიმსი იმანა ჩოხა მოირგო და ქართული სიმღერა იმღერა ნინაო შეასრულა ეთქობა ეგ ამბავი მიწვდა მაგასაც ხო ჩოხით საქართველოს საფრანგეთში ხო ზოგადად ჩემი პრინციპია სადაც მე მივდივარ აუცილებლად უნდა მეცვას ჩოხა იმიტომ რომ ყველა უნდა ხედავდეს საქართველოსდან რო ვარ და არ უნდა უწევდეთ რაღაცა იმის გაგება სანამ ჟური არ გამოაცხადებს ან წამყვანი საიდან ვარ აუცილებლად პირველივე შეხედვისთანავე უნდა იცოდნენ საიდან ვარ სანამ უშუალოდ კონცერტი დაიწყება რო შევალ დარბაზში უკვე უნდა იცოდნენ ვინ ვარ საიდან ვარ და რა თქმა უნდა ეს უნდა მოხდეს ჩოხით შაბანახლავე ვეწყვი ჩვენი შოუს მაყურებელს რომ შენ პირველად ხარ დღეს მართალია ჩვენთან სტუმრად მაგრამ არამს და არამს უკანასკნელად იმიტომ რომ კიდევ არაერთხელ იხილავენ შენს გამოსვლას და მე და შენ აქამდე არასოდეს გვიმღერია ერთად უფრო ზუსტად არ გვიმღერია ტელევიზიით თორე შენს მშობლიურ მარნეულში ჩვენ სცენაზე ერთად ესე ექსპრომტად ვიმღერეთ და მე მგონი ცუდად არ გამოვიდა ჩვენი რაღაცა ხმათა შეწყობა და თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ ვთხოვ ეხლა ჩემს მეგობრებს და მომაწვია გიტარას და ერთი ლამაზი სიმღერა მოდი ერთად შევასრულოთ. პატივი იქნება ჩემთვის ბატონო გიო თქვენთან ერთად შესრულება პირიქით. გენაცვალე შენ.
მოგდე საქართველოს მთებს და ლელიას იავნანას დედასავით ტკბილად მღერია ცელქისიოსა და არ მღერის აქ სულ სხვარის და სამშობლოს ჩურჩულიც ხო დედის ხმარის გადახედე მთებს აზიდულს გოლიათება დანაღველი ღრუბელივით გაიფანტება სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ხარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარის სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ხარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარი გადახედე ჯეჯილში რომ მორცხობს ღიღილო თითქოს უნდა ჩვენთან ერთად დაიღიღინოს სალამურად გაითლება ლერწამის ხერო როგორ გაძლო სამზეცის ქვეშ რომარ იმღერო გადახედე მთებს აზიდულს გოლიათება დანაღველი ღრუბელივით გაიფანტება სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ხარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარი სიოგვი ხმობს ხანაღელავს თითქოს ხარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარის დედის ხმარის ჩვენი სტუმარი გახლდათ უნიკიერესი და უსაყვარლესი პიროვნება შაბან მამედოვი წარმატებები უსურვოთ ამ საოცარ ახალგაზრდას